განუყურებთ ბიზნეს კურიერს დღეს 26 ივლისია მე აკაკი გოგიშაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ მოგესალმებით. არა თავისუფალ ქცევას, არა თავისუფალ სექს. ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის აღკვეთის მოთხოვნით მთავრობის წინააღმდეგ დღეს აქცია ეწყობა კაზანტიპს, ეკლესიაც უპირისპირდება. ათასობით ბილეთი უკვე გაყიდულია, ხოლო ადგილობრივები სახლებს ლოჯებს აშენებენ, რომ მეტი საწოლი დადგან. არც ივანიშვილის მოწოდება ჭრის და არც ღარივაშვილის ბრძანება ჩინოვნიკები ყველგან პრემიალურ დანამატებს იწერენ ყოველთვე და ხელფასზე გაცილებით მეცაც. თინა ხიდაშელი მათ ასალაგმად კანონს ამზადებს, თუმცა მეტ ხელფასებს ახლა უკვე პარლამენტშიც ითხოვენ. ჯავშან მანქანა დიდგორს სააკაშვილი ექსპორტს და ბიუჯეტში მილიარდიან შენატანებს უკავშირდება, რასაც ოპოზიცია სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა პროგნოზი ხდება, დიდგორი საექსპორტოდ მზადდება. თავისუფლება, რომელიც სიამოვნებას ემსახურება, არანაირი წესები და კანონები, რაც სიამოვნებას ხელს უშლის, ჰედონისტური რესპუბლიკა ზის, ანუ კაზანტიპის მთავარი პრინციპებია, რომელიც ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფორმით უკვე 20 წელია ყირიმში იმართება, თუმცა რუსული აგრესიის შედეგად კაზანტიპი წელს აგვისტოში ანაკლიაში ეწყობა. ადგილობრივები უკვე მოსალოდნელს შემოსავალს ითვლიან, ბევრმა ლოჯების მიშენება დაიწყო, რომ იქ მეტი საწოლი დადგას და გააქირავოს და შესაბამისად მეტი შემოსავალიც მიიღოს. იქ თავისუფლების და სექსის არ ეშინიათ, თუმცა იმედი აქვთ, რომ ორგანიზატორები გაითვალისწინებენ სად არიან და ყველაფერი ნორმის ფარგლებში მოხდება. ჩემთვის ამისნაირი განსხვავება მისაღები, მაგრამ უნდა იყოს ნამდვილად ის ნარკოტიკები და რაღაცები. ნორმალურ პირობებში თუ ჩატარდება, არა ვარ მზრამდეგი და რა ვიცი ახლა თან მომგებიანიც იქნება ალბათ ხალხისთვის რომ რაღაცა საქონელი რო გაიტანოს, რაღაც რო გაგიდოს, მე ფინებს რო იქირაებენ და რაღაცები რო რაღაც წარმატებები რო იყოს და ისე. და ის ელემენტები რა დაუშვათ, შიშველი ქალები რაღაც ესეთი. შიშველი ქალების ისა პროტი მე არა ვარ თვითონ პირადად. ახლა ჩემო ოჯახი არ იქნება ახლა ჩემო ოჯახი რა უნდა არ მოუშვება. რა ვიცი ტრადიცია, ჩვენი ტრადიცია სხვა არის და ეს როგორი იქნება რა არის ჯერ რა ვიცი ჩვენ არ მგონია რომ იყოს მისაღები, მაგრამ დარეგულირდება ალბათ. ისე საერთო ჯამში მე მგონი მოსახლეობისთვის კეთესია და კარგი იქნება. ერთდღიანი ვიზა კაზანტიპის რესპუბლიკაში შარშან $100, მრავალჯერად კი $250 ღირდა. $9 მილიონი შევიდა სპონსორებისგან, სარეკლამო ადგილები კი $5-დან $20,000-მდე გაქირავდა და ჯამში 100,000 ვიზიტორი მიიზიდა. ამ ბიზნესის მფლობელი რესპუბლიკის პრეზიდენტი 50 წლის ნიკიტა მაშინოკია. ის კარგა ხანია ანაკლიაში და სამზადის პირადად ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ სექსი პლაჟზე ისიც იქაურებს ეშინიათ, იქნება, მაგრამ არა იმდენი, რომ ლაპარაკად ღირდეს. Так, говорит и показывает Казантип. С вами Никита, президент Казантипа. Я готов ответить на любые ваши вопросы. ყველაფერი რაც დაკავშირებულია კაზანტიპთან იწვევს ჩემთვის გაუგება რეზონანსს. ვიღაცას ეშინია, ვიღაც სიფრთხილით უყურებს, ვიღაცა კი მას მოუთმენლა დელის. მოდით აქ ყველანი 20 აგვისტოს და დარწმუნებით, რომ არანაირი ნარკოტიკი აქ არ იქნება. და სექსიც არც ისე ბევრი. მე ვფიქრობ, რომ ესაა საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ არსებული ეჭვები გაიფანტოს. ჩვენ ვიცით სად ვიმყოფები და პატივს ვცემთ ამ ქვეყნის ტრადიციებს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ ვანგრევთ ამ ტრადიციებს. ეს არასწორი მიდგომაა. არსად მსოფლიოში ადამიანებს არ ეგზალებათ იმხიარულონ და გაერთონ. თქვენს კონსტიტუციაში წერია, რომ ცეკვა გეგზალებათ. საფრთხე რაშია მითხარით? У вас в Конституции запрещено танцевать. В чем опасение? Скажите, пожалуйста. Изменится ли что-то в жизни Грузии? შეიცვლება თუ არა ჩვენი აკოფნით საქართველოს ცხოვრებაში რაიმე და შეიცვლება თუ არა კაზანტიპი საქართველოში. ეს არის კითხვა, რომელზეც ჯერჯერობით მიჭირს პასუხის გაცემა. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯები. ერთი რამ ვიცი, საქართველო მიიღებს ზეიმს, რომელიც მანამდე არასდროს ჰქონია. რა იქნება საბოლოოდ ამაზე 1 სექტემბერს გიპასუხებთ. მანამდე კი ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. დაახლოებით 20,000 ადამიანის მიღება შეუძლია კერძო სექტორს, რომელიც უკვე ემზადება. სასტუმროები აქ სამწუხაროდ ბევრი არ არის, მაგრამ მე დარწმუნებულია, რომ თუ ფესტივალი ანაკლიაში დარჩება, მაშინ სასტუმროები აქ ძალიან მალე აშენდება. ჩვენ ერთად უნდა მოვაწყოთ ეს ზეიმი და ამაში თქვენი დახმარება დამჭირდება. მე მარტო ამას ვერ შევძლებ. Что, мы должны вместе сделать этот праздник. Я не могу его сделать без вас. Есть серьезные люди, которые готовы инвестировать. არიან სერიოზული ადამიანები, რომლებიც მზად არიან ინვესტირებისთვის. მანამდე კი უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს დღესასწაული ნამდვილად შედგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის არა 10 დღე, არამედ მომავალში უფრო დიდხანს გაგრძელდეს. უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი პირობები უნდა გაუმჯობესდეს. არის ერთი ფაქტორი, რომელიც ძალიან მაწუხებს. თუ ერთი საწოლი პირობითად $10 ღირდა, ახლა უცებ $100 გახდა.
ეს არ არის სწორი მიდგომა. მიუმართავ ადგილობრივებს არ შეეცადოთ ახლა გამოიმუშაოთ მთელი ფული. თუ ადამიანები ჩამოვლენ და ასეთი სიძვირე დახვდებათ, ეჭვი მეპარება რომ მათ ჩამოყვანას მომავალ წელსაც შეუძლებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გაითვალისწინოთ. მე ჯადოქარი ვარ, მაგრამ ასეთი ფოკუსების ჩატარება არ შემიძლია. Я волшебник, но эти фокусы очень сложно удаются. ყაზანტიპი ყირიმიდან რუს სეპარატისტებს გამოექცა პირველი იერიში მათ სწორედ ბედნიერების რესპუბლიკაზე მიიტანეს, თუმცა გაშლილი ხელებით მათ არც საქართველოში დაახტნენ. დღეს საღამოს ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტი, პატრიოტთა ალიანსი და საეკლესიო პირები მთავრობას პასუხს მოსთხოვენ იმის გამო, რომ ყაზანტიპი საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში შემოუშვეს. მთავრობის სახელმწიფო კანცელარიისგან მათი ნაწილი უკვე იკრიბება, რომ საორგანიზაციო საკითხები მოაგვაროს, რას აპირებენ. ზვიად ტომარაძე, ერთ-ერთი ორგანიზატორი გვეტყვის, მოგესალმებით ზვიად. მოგესალმებით. რამდენ ადამიანს ელოდებით, ვის ამ აქციაზე და რა იქნება ამ აქციის შედეგი ან მოთხოვნები? კი ბატონო, მოგახსენებთ, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პატარა კორექტივ შევიტან ბატონი აკაკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სულ ახლა ხანს გაჟღერდა თქვენს ეთერში. ეს არის სამოქალაქო აქცია და მე ამჯერად არ წარმოვადგენ არც არასამთავრობოს და არც მეორე აქციის ორგანიზატორი ბატონი სოსო მანჯავიძე არ წარმოადგენს საკუთარ პარტიას. ეს არის სამოქალაქო ერთგვარი სამოქალაქო პროტესტი. ეს ერთი. რაც შეეხება ახლა დღევანდელ აქციას, დღევანდელი აქცია გაიმართება 8 ნახევარზე სახელმწიფო კანცელარიის წინ. ჩვენ შევიმუშავეთ პეტიცია პრემიერ-მინისტრის სახელზე და აქ რასაც გავაცნობთ ჩვენ აქ შეკრებილ საზოგადოებას, ვინც მობრძანდება და მათ ეკნებათ საშუალება ხელი მოაწერონ ამ პეტიციას. და რას ეწინააღმდეგებით? იქ ორი ძირითადი საკითხი გამოითქვა, ისი შიშიც არსებობს. ერთი რომ აი შიშველი ქალები იქნებიან და მეორე იქნება ნარკოტიკები. თქვენ რომელს ეწინააღმდეგებით, შიშველ ქალებს თუ ნარკოტიკებს? თუ ორივეს? მოგახსენებთ, ჩვენ ზოგადად აი ამ შინაარსის სახით ამ ფესტივალის ჩატარებას ვეწინააღმდეგებით, რადგან მიგვაჩნია რომ ეს შეურაცხყოფს ჩვენ საზოგადოებას და თუ რატო ამას შევესწრები, მოკლედ მოგახსენოთ, ვისაც აქვს წვდომა ინტერნეტთან, მას შეუძლია შევიდეს და მოიძიოს თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს ეგრეთ წოდებული ყაზანტიპის ფესტივალი. აქ ხდება როგორც ნარკოტიკების მოხმარება, ისევე რაღაც ორგიები, რომელიც ახლა ამ ჩვენს რეალობაში გადაჭიმული იქნება 3 კილომეტრზე და აგრძელდება 10 დღე და ამას საფუძველი ჩაეყრება წელს და იქნება ყოველწლიური. რაც შეეხება გართობას, გართობა არც მე და არც დავუშვათ აქ ვინც მოვა იმ საზოგადოებას არ ესწავლება და ჩვენც ვიყავით ახლა ახალგაზრდები, მაგალითად 17 წლის შვილი მყავს და დავუშვათ მისთვის შეიძლება გარკვეულად მიმზიდველიც იყოს სიტყვაზე ვიძახი დავუშვათ ეს ყაზანტიპი, მაგრამ ადამიანი რომელსაც ადამიანს წლები ემატება და ბევრ ამას შეიცნობს, ხდება რომ ბევრ რაღაცას გაიგებს, ხდება თუ შეიძლება რასთან კონდეს საქმე და რა ხდებოდეს წინამდვილეში. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ნარკოტიკების მოხმარების გარეშეც ჩვენ ფიცხიერი ვართ ქართველები და იქ შეკრებილი ქართველი ახალგაზრდობა მრავალი ათასი უკრაინელი გართობის მოყვარული გოგონასთან შეიძლება სერიოზული ოქცესები მოხდეს და შეიძლება დაძაბულობასთან კონდეს ადგილი. და თუ გართობის მოყვარულები არიან, რატო შეიძლება ექსცესი, ანუ გართობის ახლა გეტყვით ახლა ის გამო შეიძლება 2 დღის წინ ჩატარდა საფეხბურთო მატჩი, ხო? საფეხბურთო მატჩი იქ არავინ არ ელოდებოდა რომ მოხდებოდა რაღაც დაპირისპირება და ფონი ზუსტად აი ამ ფესტივალის არის ზედგამოჭრილი ექსცესებისათვის. ეხლა საქმე რა არის, რომ ეს იქნება შემოღობილი, მე რამდენადაც ვიცი და იქნება იქ ბილეთები საკმაოდ ძვირი. შესაბამისად იქ ყველა ვერ მოხდება, მხოლოდ ისინი, ვისაც ამის სურვილი აქვს. თქვენი შიში რას უკავშირდება? ანუ ყოველ შემთხვევაში არსებობს ძვირადღირებული ბარები, რომელსაც სადაც შესვლას ასევე ძვირი ღირს, მაგრამ ხდება. ანუ ეს გამამართლებელი არგუმენტი არ არის. ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა საქართველოს საპატრიარქომ და ძალიან კარგი პოზიცია დააფიქსირა. ეს რელიგიური კუთხითაც გაუმართლებელია და ამაზე ჩემზე უკეთ ისაუბრა. ეს რა, იცით რა, კონკრეტულად მინდა გკითხოთ, რომ რა არის რელიგიურად გაუმართლებელი? ერთი ფაქტი, ერთი რაღაცის თქვა მინდა და მოგწევნით, ხო. ქილიკის საგანი გახდა ასეთი რაღაცა, რომელიღაც სასულიერო პირმა თქვა იერარქმა, აღარ მახსოვს ზუსტად რომელმა, რომ ჩვენ ამისთვის დავისჯებით. და ეს გახდა რაღაც ქილიკის საგანი საზოგადოებაში. მოდით ესე ვიტყვი. ეხლა კი ბატონო, ყველა წვენაში ყველა თავისუფალია და შეიძლება ათეისტი. ჩვენ ამისთვის დავისჯებით კი არ თქვა, შეგახსენებ თქვა, რომ იმის გამო დაკარგეს ყირიმი უკრაინელებმა, რომ აი ყაზანტიპი ეწყობოდა. მაგრამ მე გიპასუხებ სწორედ ამასთან დაკავშირებით, თუნდაც რომ ესე იგი ხდება ესეთი ამ ფესტივალის შედეგად თუ ჩვენ ვართ დავუშვათ ჩვენ გვწამს ღმერთის, ხომ? ჩვენ სამოქალაქო თუ ჩვენ ადამიანებს კანონმდებლობაში ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული
მიგვაჩნია დამამძიმებელ გარემოებად. მაშინ ღმერთს რატომ ვართმევთ იმის უფლებას, რომ ჯგუფურად სადერილი ცოდვა დაუშვათ ჯგუფურ გისმენთ ძალიან ცუდად მესმის თქვენი ხმა. არა უშავს, სამაგერად ჩვენ გვესმის კარგად თქვენი ხმა, უბრალოდ ვერ გავიგეთ, აი ცოდვას რას უწოდებთ და რას კონკრეტულად რას ეწინააღმდეგებით, რა გინდათ რომ იქ არ მოხდეს, ან რისი გეშინიათ, აი კონკრეტულად შეგიძლიათ გითხრათ. მე არაფერს არ მეშინია, მაგრამ იქ რა ხდება, სწორედ ამაზე მაქვს საუბარი, ეხლა დეტალურ აღწერას ვერ შეუდგები, ვისაც აქვს თქვენ ნამყოფი ხართ კაზანტიპზე? შესაძლებლობა არა ვარ და არც ხო და საიდან იცით აი რა ხდება იქ აი ინფორმაცია საიდან მოდის რა ხდება და ორგია ხდება კლასიკური ფორმით ეხლა ამაზე მეტი შეფასება რა უნდა მივცე კლასიკური ფორმით ხდება ორგია და ეს არის გეგმის შემადგენელი ნაწილი მიმდინარეობს ქართველი ერის გონებრივი და სულიერი განადგურება ეს მიმდინარეობს წლები და ძალიან სამწუხაროა რომ ამაში მონაწილეობას იღებს ქართული ტელეკომპანიები მათ შორის თქვენი ტელეკომპანია რუსთავი 2 ორგიაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას მე საერთოდ ინფორმაცია შემეცნებითი გადაცემებით ეხლა ეს შეიძლება შეგნებულად ხდება შეიძლება შეუგნებლად მაგრამ მე თქვენ არხზე გადავნებთ ხოლმე თვალყურს და რამე ღირებული ის რომ საზოგადოების რაღაც სულიერ ამაღლებაზე იყოს მიმართული თუნდაც ან გადაცემები ან რაღაც შოუები მე ესეთი რამე არ მინახია ამისთვის არსებობს ეკლესიის ტელევიზია, საპატრიარქოს ტელევიზია და თუ სულიერ ამაღლების თემა თქვენთვის არის მიმზიდველი, შეგიძლიათ იმ არხს უყუროთ. არა მხოლოდ არსებობს გაცილებით სხვა ტელევიზიები არა რელიგიური კუთხით, რომელიცაც შესაძლებელია უფრო მაღალი ხარისხის. სინამდვილეში გაცილებით მნიშვნელოვანი არის რას ელოდოს მოსახლეობა, მათ შორის იქ ვინც ანაკლიაში ცხოვრობს თქვენგან, იმ მოძრაობისგან, რომელსაც თქვენ აი სამოქალაქო მოძრაობა უწოდეთ. ვიხილავთ თუ არა თქვა დარბევას, ძალადობას არ მესმის, ბოლოს არ მესმის. აპირებთ თუ არა ძალის გამოყენებას იმისთვის რომ აღკვეთოთ კაზანტიპი თქვა ანაკლიაში. ჩვენ მოქმედებთ კანონის ფარგლებში და ჩვენ ვიყენებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას. ანუ მოქმედებთ სრული კანონის ჩარჩოებში. თქვენ მიხვალთ თუ არა იქ პროტესტის გამოსახატად? როგორ? მიხვალთ, ჩახვალთ თუ არა ანაკლიაში რომ აი თქვენი პროტესტი უფრო არ მგონია ამ ეტაპზე. ჩვენ დაველოდებით მთავრობას თუ დავუშვათ აქციის შედეგებს დაველოდებით. ხო, მაგრამ თუ შედეგი არ იქნა? თუ შედეგი არ იქნა, მე იმის მიხედვით ვიმოქმედებ ხა წინასწარ ამაზე საუბარი არის. ყოველთვის არაფერს არ გამორიცხავთ. ნუ გააჩნია თქვენ არაფერში რას გულისხმობთ? აი მე ვგულისხმობ თქვათ ძალის გამოყენებით აღკვეთას თქვათ ამ ღონისძიების რასაც თქვენ ორგიას უწოდებთ. ძალის გამოყენებით არა, ძალის გამოყენებით აღკვეთა ჩვენ როგდომო და გაცილებით უარესი დაგვაწიეს თავს. და სამწუხაროდ ვერ შევძელით. კეთილი, მადლობთ. მადლობ, კარგად გაგრძელოთ. ამ პრეტენზიების მათ შორის გუშინ საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება ოფიციალური იმის თაობაზე, რომ ეს კაზანტიპი იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის და მთავარი მოპასუხე არის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სიგუა, რომელიც ბათუმშია და პასუხებსაც ახლა სწორედ მზიური აჭარიდან გაგვცემს. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. თუ გესმით ჩემი და პირველ რიგში კითხავთ ნანობთ თუ არა რომ აი თქვა ხელი შეუწყეთ კაზანტიპის გადმოტანას ანაკლიაში, იმიტომ რომ ძირითადი დარტყმა წამოვიდა პირადად თქვენზე, მათ შორის თქვენს მაგივრად გუშინ ბოდიში მოიხადა მინისტრმა ლევან ვასაძე, გავლენიანი ბიზნესმენია, თქვენ გიწოდათ, არ ვიცი, არც თუ სახარბიელო ეპითეტები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ნუ აი ქვეყნის დამაქცევარი დაახლოებით ესეთი შინაარსის. ფიქრობთ რომ ეს იყო შეცდომა ამ გამომდინარე აი ამ ფონიდან, რაც ხლა დაერთო ყოველივე ამას, თუ არა? პირველ რიგში მოგესალმებით მზიური ბათუმიდან, სანამ თქვენ გელოდებოდი და შემოვიდოდი ეთერში, კარგადაც გავირუჯე, მინდა გითხრათ რომ ბათუმში ტურიზმი ჩქეფს, ტურისტებით სავსე არის ქალაქი. მე აქ ჩამოვედი ხა სამეგრელოდან, სადაც ჩვენ გავხსენით 3 ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, მარტვილში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ყველგან არის საზეიმო განწყობა, ყველგან არის ბევრი პოზიტივი და რაც შეეხება იმას, რომ წამოვიდა პირადად ჩემზე დარტყმა, მე მზად ვარ რომ ეს დარტყმა ავიტანო და იმ ჭიქაში გამოწვეულ ქარიშხალს, რომელიც არ ვიცი საიდან მოვიდა, გავცე ყველა პასუხი, სადამდის გასწრება ჩემი კომპეტენცია და რაშიც ვარ მე უფლებამოსილი. პირველი დავიწყებ იმით, რომ თქვენ ახსენეთ ახლა რომ მინისტრმა მოიხადა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ბოდიში პარლამენტში, თუნებას მომცემთ ჩვენი ეთერის ბოლოში გავაკეთებ პატარა განცხადებას ამ ბოდიშთან დაკავშირებით. ეხლა კი ვისაუბროთ, მოდით. შეიძლება დაგავიწყდეთ და ბარემ შეგიძლიათ თქვათ რა კომენტარი. არა, მე არ დამავიწყდება, არავითარ შემთხვევაში არ დამავიწყდება. კარგახანი მემზადება. კარგით,
ორგია, შიშველი ქალები, ნარკოტიკები. ეს არის ის ფაქტორები, რის გამოც გამოითქვება შიში თუ პროტესტი თუ ასე შემდეგ. რომელი მათგანი იქნება იქ? ამათგან. სინამდვილეში არც ერთი მათგანი იქ არ იქნება, არც ერთი მათგანი არ არის დაანონსებული და რაც შეეხება ჩვენს ფუნქციას, სახელმწიფოს ფუნქციას, პირველ რიგში მინდა ძალიან მკაფიოდ და გასაგებად ყველასთვის განვაცხადო, რომ სახელმწიფო არ არის ამ ღონისძიების ორგანიზატორი, სახელმწიფო არ ხარჯავს ამაზე ფულს, არც ერთ თეთრს. ძალიან ხშირად შეცდომით აანონსებენ, რომ თითქოს რატომ უნდა დაიხარჯოს ამის მოწყობაზე სახელმწიფო, სახელმწიფო ამაზე არ ხარჯავს. სახელმწიფოს ყველაზე მთავარი ფუნქცია და ყველაზე მთავარი კომპეტენცია ამ ღონისძიებაში იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რათა იქნას აღკვეთილი ყოველგვარი სამართალდარღვევა. რაღაცა ყურით მოთრეული სისულელეები, რომ ვიღაცა აპირებს იქ ნარკოტიკების ნების დართვას, ან ვიღაცა აპირებს იქ ორგიების ხელის შეწყობას და ეს არის აბსოლუტური სისულელე. არც თავად ღონისძიების ორგანიზატორებს ეს არ დაუანონსებიათ, სანამ ის ადამიანები, რომლებიც შეშფოთდებიან და შეეშინდებათ, რომ ჩვენ შეიძლება დავიღუპოთ ამის გამო, ჯობია რომ წაიკითხონ პროგრამა, გაესწრონ თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდონ იქ რეალობაში. კარგი იქნება თუ ვიღაცა ჩავაკიდებათ ანაკლიაში და ნახოს თუ რამხელა ქალაქი შენდება იქ რეალურად, გაეცნოს იმას, რომ ეს ღონისძიება არის მოხვედრილი ტოპ 10-ში მსოფლიო ივენთების. ლონდონის, ნიუ-იორკის, ხორვატიის, პოლონეთის და სხვადასხვა ფესტივალების ხარდახარ მეოთხე ადგილზე არის ანაკლიის ფესტივალი, რომელიც 3 პუნქტით უსწრებს ლონდონის ფესტივალს. ასეთი რამ საქართველოს ივენთების ისტორიაში არ ყოფილა. გაეცნოს იმ ჩამონათვალს გამომსვლელების, რომელთა ჩამოსაყვანადაც ორგანიზატორებმა გადაიხადეს 2,5 მილიონი დოლარი. გარყვნილებისთვის კი არ ჩამოდის აქ ხალხი და იმისთვის კი არ ჩამოდის, რომ აქ ორგიებში მიიღოს მონაწილეობა. აი ამ მუსიკოსების მოსასმენად ჩამოდის. ამ მუსიკოსების მიერ მოწყობილი საოცარი ზემისში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდის. გარყვნილებისთვის არ ჩამოდიან სამეგრელოში და საქართველოში დამერწმუნეთ. სხვა ქვეყნები კეთილი, ეს არის კონკრეტული მომგებიანი ბიზნესი ორგანიზატორებისათვის 10 მილიონი დოლარის მოგება მიიღეს მათ შარშან. საქართველოს რა, ბიუჯეტს რა, თუ ტურიზმს რა შეგიძლიათ აი ამაზე ის, ანუ რას მოიტანს ეს აქეთა მხარეს, იქ ცხოვრებთათვის რას მოიტანს პირველ რიგში? ეხლა მე ჩამოვედი ანაკლიიდან, ვიყავი, როგორც გითხარით, გავხსენით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები ცხოროწყუში, მარტვილში და ზუგდიდში, ასევე ვიყავი ანაკლიაში და ჩემი თვალით ნახეთ თუ იქ რეალურად რა ხდება. აბსოლუტურად არ არის არც ერთი სახლი, სადაც არ მიმდინარეობს მშენებლობა. ადამიანები ამატებენ დამატებით ოთახებს, დგამენ დამატებით ავეშს, აღებული აქვს ცესხები ბანკიდან და ანაკლიის, განმუხურის, დარჩელის და სხვა მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე არის აღრიცხული უკვე 15,000 დასაძინებელი ადგილი, რომლებსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები უკვე აქირავებენ საკმაოდ მაღალ ფასად. 100 ლარი ითქვა საწოლი. მეორე. რამდენი თქვენს? 100 ლარი. საწოლი ღამე რა თქმა უნდა. ნუ რეალურად ფანტასტიკურ ფასებამდე არის გასული, მაგრამ ფაქტია ის, რომ ეს ხალხი ამ დასაძინებელ საშუალებებში მაღალ ფასს იხდის, იმიტომ რომ მსგავს ივენთებზე, მსგავს ღონისძიებებზე მთელ სოფლიოში არის ძალიან დიდი მოთხოვნა. მსგავს კიდევ მეორე, მსგავსი მასშტაბის გრანდიოზული ივენთი საქართველოში არ ჩატარებულა არასდროს და ეს არის არა მარტო რეგიონის, თვითონ საქართველოს იმიჯისთვისაც, საქართველოს წარმოსაჩინად, მისი ცნობადობის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა დამეთანხმებით რომ ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად შემოbrunდეს, თუ კი იქ მოხდა რეალურად ის, რაც თქვათ ვიხილეთ აი ჰომოფობიის დღეს, რაღაც მსგავსი ძალადობა. ამ შემთხვევაში აქ უკვე საქართველოს ძალადობა, დარბევა, არ ვიცი სხვა რამ, ეს შეიძლება საერთაშორისო მასშტაბით ეხლა უკვე ძალიან ცუდად შემოbrunდეს, ხო? ხო და აი ეს თუ არის გაცნობიერება. თუ კი, რადგან ესეთი საფრთხე არსებობს. რატომ უნდა მოხდეს ძალადობა? ვერ მივხვდი. იმიტომ რომ გვაქვს ესეთი გამოცდილება და არის ესეთი რაღაც გარკვეული წინაპირობა, ესეთი ფონი შექმნილი. ხო და აცნობიერებთ თუ არა ამას და აი თქვა როგორ უზრუნველყოფთ უსაფრთხოებას განსაკუთრებით ჩამოსულებს. აბსოლუტურად ვერავითარ საფრთხეს მართლაც ვერ ხედავ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია აი ამ ღონისძიების ფარგლებში არის ჩამოსული სტუმრების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციელი იქნება მობილიზებული, როგორც საპატრულო პოლიცია, დაცვის პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, ყველა ვინც კი საჭირო იქნება. ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 1000 პოლიციელი იქნება ტერიტორიაზე აი ამ ღონისძიების მიმდინარეობის პირობებში. ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს შემდგარი პოლიცია, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და
შესაბამისი სტრუქტურა აბსოლუტურად მზად არიან იმისათვის. კეთილი, თქვენ არ გეშინიათ, მაგრამ ვიღაცა დაარბიოს. ერთი თუ შეიძლება დავამატებ რა. მე თავიდანვე ვთქვი რომ ეს არის შიქაში გამოწვეული ქარიშხალი. თუ ეს ადამიანები კარგად გაეცნობიან რეალურად რა ტარდება, რისთვის მიმდინარეობს მზადება და როცა დარწმუნდებიან რომ იქ არავინ არ აპირებს, არავითარ ორგიებს და კოკაინის თუ რაღაცა ნარკოტიკების პლანტაციების დათესვას, დამერწმუნეთ რომ მე თვითონ ეს ადამიანები გახდებიან ამ ფესტივალის სტუმრები. კეთილი, გავიგეთ, ამას დრო გვიჩვენოს, მაგრამ მე მესმის რომ თქვენ არ გეშინიათ ელემენტარულად ინფორმაციის თუ შეიძლება. თქვენ არ გეშინიათ უსაფრთხოების მხრივ, ეს ძალიან კარგია, ყველაფერი ორგანიზებულია, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ გეშინიათ თუ არა რომ ეს მნიშვნელოვნად დააზიანებს თქვენს კარიერას, იმიტომ რომ დაუბრუნდები ისე ვთქვათ მინისტრს, რომელიც თქვენს უწყებას კურირებს და ის თქვენს მაგივრად მას უწევს ბოდიშის მოხდა, ყოველ შემთხვევაში ის ასე მიიჩნევს საჭიროდ. გეშინიათ თუ არა ამის, რომ ეს თქვენ დაგიჯდებათ კარიერა? იცით, სიმართლე რომ გითხრათ, მე არა ვარ სკამს გამოკიდებული ადამიანი, მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ თქვას უარი ამბიციურ პროექტებზე, თქვას ზოგადად თავისი მოვალეობის შესრულებაზე, უარი იმის გამო, რომ იყოს კონკრეტულ თანამდებობაზე, დამმერწმუნეთ, რომ ნამდვილად არ გამიჭირდება სამსახურის მოძებნა და სულაც არ არის აუცილებელი, რომ სახელმწიფო სამსახურში იმუშაო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემს კარიერას ნამდვილად არაფერი არ ემუქრება, იმიტომ რომ X რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რასაც ტურისტის ეროვნული ადმინისტრაცია აკეთებს, არის მხოლოდ სიკეთის მომწარი, მხოლოდ მშენებლობის, მხოლოდ პოზიტივის და ყველაფერი კარგი. და კიდე ძალიან მოკლედ ის კომენტარი, რომელიც დაკვირდით, რომ აი თქვენ ბოლოს გექნებოდა საშუალება გეთქვათ მინისტრის. კი ბატონო, კი ბატონო, რადგანაც ამ ბოდიშების თემას შევეხეთ, მე დამიგროვდა ძალიან ბევრი ბოდიში სათქმელი, ბევრი ადამიანისთვის. შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ ყველა ეს ბოდიში ერთად ვთქვა, აი თქვენს ეთერში ექსკლუზიურად, რათა დაესვას ამ ბოდიშების თემას წერტილი და ძალიან გთხოვთ მომეცით 2 წუთი, რომ ყველა ეს ბოდიში ერთად ვთქვა, კარგი? ბოდიშისთვის, მაგრამ გისმენთ, დიახ. კი ბატონო, პირველ რიგში მე ვუხდი ბოდიშს მამაჩემს, რომელიც არის დაავადებული სიმსივნით და ხშირად მირეკავს და მე იმის გამო ვარ ძალიან დაკავებული, ვერ ვახერხებ ტელეფონის აღებას და ხშირად მავიწყდება ხოლმე კიდევაც გადარეკვა. მინდა მოუხადო ბოდიში ჩემი ოჯახის წევრებს, რომელსაც მე ხანდახან კვირაობითაც ვერ ნახავ, ჩემი 3 წლის ბიჭს, რომელსაც მე მგონი ვარ ტრაილერის მძღოლი, იმიტომ რომ მანქანით დამაქვს 3 სხვადასხვა ხელი ტანსაცმელი, ბალიში, საბა, იმიტომ რომ ხან ვარ მთაში, ხან ღრეში, ხან კანიონში, ხან ჩანჩქერში და ასე შემდეგ. მინდა მოუხადო ბოდიში ჩემს მეუღლეს, რომელიც ხშირად საერთოდ ვერ ნახავს და ხანდახან მეკითხება გამოჩნი მაინც რომ დავინახო როგორ გამოიყურებია. მინდა მოუხადო ბოდიში ქალბატონ მარიკა თოდუა არავის ზუგდიდში ჩემი როგორც აღმოჩნდა არაეთიკური გამონათქმევისთვის. მინდა მოუხადო ბოდიში ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომ მას უწევს ჩემს მაგივრად ბოდიში თქვა და მინდა ასევე მას მოუხადო ბოდიში, რომ ხანდახან ვუქმნი უხერხულობებს ჩემი ასე ვთქვათ არაორდინალური საქსიელით და მოუხადო ბოდიში იმის გამო, რომ სამწუხაროდ ვერ დავტოვებ თანამდებობას და ვერ წავალ ამ სამსახურიდან, იმიტომ რომ ჩემი მრავალშვილიანი ოჯახისა და ჩემი მშობლებისთვის ჩემი თანამდებობების სარგო არის ერთადერთი შემოსავლის წყარო. მინდა ბოდიში მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვის როდისმე მიწყენებია, მინდა ბოდიში მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც მე ვაღიზიანებ ჩემი არსებობით და მინდა ბოდიში მოგიხადოთ თქვენ, რომ წაგართვით ამდენი დრო და მინდა ვთქვა, რომ ეს სიცოცხლე არის ძალიან ხანმოკლე, წამიერი, არავინ არის ის რა იქნება ხვალ. როდის მოხდება შენს თვითმფრინავს ჰაერში ვიღაც სულელის მიერ გამოსროლი რაკეტა და დამთავრდება ყველაფერი, ამიტომ დავაფასოთ ყველა წამი, ყველა მომენტი, ყველა მზის ჩასვლა, ყველა ამასა ჩვენი ენერგია, ჩვენი ძალა და ჩვენი უნარი ერთმანეთთან კინკლობაში, ჭიდაობაში კი არა, სიყვარულში, მოფერებაში, გატანაში და ერთმანეთზე მზრუნველობაში დავხაროთ. აი ეს იყო რაციონალი, მე თქვა ძალიან დიდი მადლობა, მომეთ კიდევ ერთხელ ბოდიში გიხდით. კეთილი. მადლობთ ნახვამდის. რეკლამის შემდეგ ვინ დაუცხობს ჩინოსნებს პრემიალურ მადას ივანიშვილის მოწოდებამ ეს ვერ შეძლო. ვერც ღარიბაშვილის ბრძანებამ იქნებ ახალმა კანონმა შეძლოს, რომლის პროექტიც თინა ხიდაშელს აქვს. კანონპროექტი პარლამენტარებისთვის საჭარის უზენაესი საბჭოს წევრებისა და სხვა პოლიტიკური ფიგურებისთვის პრემიების გამოწერას საერთოდ კრძალავს, თუმცა ამ ფონზე პარლამენტში ახლა უკვე ხელფასის გაზრდას ითხოვენ, თანაც 100%-ით 5000 ლარამდე. დაგველოდეთ. განაგზოთ ბიზნეს კურიერს, ამით ექს-პრემიერი ივანიშვილიც აღშფოთებული იყო, ხოლო ღარიბაშვილმა საერთოდ ბრძანება გამოსცა, რომლითაც პრემიების მასობრივი უკონტროლო დარიგება უნდა აღიკვეთოს. თუმცა 1 ივლისიდან საერთაშორისო გამჭვირვალების კვლევა კი აჩვენებს, რომ ამ ფონზეც გასულ თვეებში პრემიები ისე თუ არა მეტი მასშტაბით რიგდებოდა ყველგან. და ხანდახან პრემიის ნაცვლად მას სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა სახელი ერქვა, სახელმწიფო დანამატი კომპენსაცია და ასე შემდეგ, რომელიც ყოველთვე გაიცემოდა და ხელფასსაც ზოგჯერ ამდენჯერმე აღემატებოდა. ეკა ბოკუჩავა ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი გვეტყვის ახლა დეტალებს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. მოგესალმებით.
ხო, ეკა გისმენთ და აი თქვა თუ შეგიძლიათ ძალიან მოკლედ რამდენიმე სიტყვით, იმიტომ ეს უკვე გაჟღერდა მედიაში, მაგრამ მასშტაბი როგორია ამ პრემიების გაცემის საერთო ჯამში და თუ შევადარებთ წინა პერიოდს, რომელსაც თქვენ ასევე იკვლევდით, რომელსაც მოყვა შემდეგ აი თქვათ უმაღლეს ეშელონებში ხელისუფლების ძალიან მწვავე კრიტიკა და ბრძანებაც ამ თემასთან დაკავშირებით, შენელდა თუ არა ეს პროცესი, თუ ისევ შენარჩუნდა, ან იქნებ გაიზარდა? ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს კვლევებს, რომელიც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას. ამჯერად მიმოვიხილეთ იანვრის თვიდან მაისის ჩათვლით ადგილობრივ თვითმმართველობებში, კერძოდ სამეგრელო ზემოსვანეთში, აჭარაში, იმერეთში და გურიის რეგიონში გაცემული პრემიები და კვლევა მაჩვენა, რომ გაცემული პრემიების რიცხვი საგრძნობლად არის გაზრდილი, ასევე ის ცუდი პრაქტიკა, რომელიც არსებობს პრემიების გაცემა მასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი გადაწყვეტილება ასეთი არასოდეს არ არის დასაბუთებული, არასოდეს არ ვიცით, რა დამსახურებისთვის, რა განსაკუთრებული წვლილისთვის იღებენ თანამდებობის პირები ან საჯარო მოხელეები პრემიებს, ეს ცუდი პრაქტიკა გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს. ანუ ხელისუფლების პირველი პირების ძალიან კრიტიკულმა შეფასებამ ამ პროცესების, რომელიც მათ შორის თქვენმა ორგანიზაციამ ალბათ პირველმა გამოაქვეყნეთ და გამოაშკარავეთ, შედეგი მხოლოდ ის მოყვა, რომ ეს კიდევ უფრო გაიზარდა. ეს პრობლემის მასშტაბია რა, როგორც გამოჩნდა. აქვე ალბათ სამართლიანი იქნება და ეს ხშირად გაისმის მათ მხრიდან, ვისაც ვთქვათ, ესეთ პრეტენზიებს უყენებენ პრემიებთან დაკავშირებით, რომ აბა ისინი ხომ იღებდნენ ნაციონალებს გულისხმობთ. თუ გაქვთ ესეთი მონაცემები, გაიზარდა თუ არა მასშტაბი, ვთქვათ, აი ამ პრემიების გაცემის წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ან იქნებ პირიქით შემცირდა? მოდით მაშინ სტატისტიკა მოვიყვანოთ ჯობია იმისთვის, რომ ხო დასაბუთებული იყოს ჩვენი განცხადება, შეფასება. აი მაგალითად თუ კი ავიღებთ 2012 წელს და ავიღებთ სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონს, 2012 წელს ჯამში იყო გაცემული 2 მილიონი ლარი, 2013 წელს არის გაცემული 3 მილიონი 200.000 და 2014 წლის პირველ 5 თვეს არის გაცემული 2 მილიონი 135.000. ეს სტატისტიკა ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ დინამიკა არის საკმაოდ მაღალი და პრემიების გაცემა ყოველგვარი კონტროლის გარეშე უფრო და უფრო იზრდება. ხომ არ არის ეს დაკავშირებული გულისხმობ წლევანდელი 6 თვის მონაცემებს ერთგვარ მოსწრებასთან, რომ თქვათ ამ სანამ რეგულირება შევა ძალაში ახალი რეგულაცია, რომელსაც მთავრობა მუშაობს, სანამ ეს შევა იქამდე თქვათ მოასწროს ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოლიდური პრემიების დაწერა. მეც რა არის, ჩვენ პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნოთ, თავარი არის ის, რომ ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პრემია საერთოდ არ არსებობდეს. პირიქით, პრემია უნდა არსებობდეს, აუცილებლად უნდა მიიღოს ყველა საჯარო მოხელემ ეს თანხა იმ შემთხვევაში, თუ კი ის მართლა ძალიან კარგად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და იმაზე მეც გააკეთებს, რაც მას თქვათ შეიძლება სამსახურებრივი მოვალეობის ანუ კონკრეტული შედეგით დაიმსახუროს თქვათ ფულადი წახალისება ამაზე საუბარი. ძალიან კარგი არის თვითონ მთავრობის ინიციატივა, რომ შეიქმნას ერთიანი სისტემა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აქ საუბარი არის ანაზღაურების სისტემის შექმნაზე და არ საუბრობს არავინ საჯარო მოხელეთა შეფასების კრიტერიუმებზე, რომელიც არის აი ამ პრემიების შეფასების განუყოფელი ნაწილი. თუ კი ჩვენ არ გვექნება შეფასების ერთიანი სისტემა, ჩვენ ვერასდროს ვერ განსაზღვრავთ სწორად თუ რამდენი ხელფასი ან პრემია უნდა გავცეთ კონკრეტულ პირზე. სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით ესეთი სახის არავითარი შეფასება არ არსებობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. შეიძლება რომელიმე საჯარო დაწესებულებებში ისიც კიდე 1-2 დაწესებულებაში ესეთი რამ არსებობდეს, თუმცა ეს არ ჩანს და არის ძალიან ცუდი. და ასევე ძალიან ცუდია. მე ვფიქრობ, წავიკითხე თქვენს დასკვნაში, რომ მიიჩნევთ, რომ აი თქვა სახელმწიფო საჯარო იურიდიული პირებიც უნდა მოიცვას ამ კონტროლმა და ადგილობრივი მმართველობაც. ანუ ეს დადგენილება შეეხება მხოლოდ სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებებს და ის ადგენს განსხვავებულ წესს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, რაც არის არასწორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს ერთიანი უნიფიცირებული წესი
იმისა თუ რა პირობები და რა წესები რატო უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პრობლემას ახალი კანონი სჭირდება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, შესაბამისად, ხელფასზევით, ნებისმიერი დასახელებით, ფულის დამატებითი გაცემას აკრძალავს. ეს ითქვა და პარლამენტარებმა ახლა ხელფასის გაზრდა მოითხოვეს. თანაც ერთბაშად 100%-ით 5000 ლარამდე ეს თანხა დასახელდა, გაიჟღერა. თინა ხიდაშელი ქუთაისთან გვერდება ამ თემით. მოგესალმებით, ქალბატონო თინა. და პირველ რიგში მინდა გითხოთ, რომ თქვენ ხართ თუ არა გაბრაზებული აი ყველაფრით, რასაც ჩვენ ხედავთ. ანუ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებს და გდგამს ნაბიჯებს კიდე, შეიძლება ისეთ არასათანადოდ ეფექტურს, რომ აღკვეთოს აი ეს გამომჟღავნებული პროცესი, ხედავთ, რომ ყველა დონეზე, სახელმწიფო დონეზე ხდება იგივე მაინც და უფრო დაჩქარებული ტემპით. რაც არის ფაქტობრივად ხელისუფლების დისკრედიტაცია. ხართ თუ არა ამით გაბრაზებული? მე გაბრაზებული ვარ თუ არა ეს არაფერ შუაში არ არის. პირადად თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს, რა ემოციური გაწყობა გაქვთ? საკუთარ შვილებზე მე როდესაც არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაც კი მაშინ შეიძლება იყო გაბრაზებული, როდესაც ხარ ხელისუფლების ნაწილი, მაშინ მოქმედებ. მე ვიყავი აბსოლუტურად დარწმუნებული, როდესაც ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის დროს გააკეთა ძალიან მკვეთრი პოლიტიკური განაცხადი ამ სისტემებთან დაკავშირებით, რომ ეს უბრალოდ აილაგებოდა ქვეყანაში. რამოდენიმე თვე ეს ასეც იყო, მაგრამ მე როგორც ჩანს, ისევ ძველმა ჩვევებმა დაძლია ადამიანებს და ისევ გაგრძელდა ეს მახინჯე პრაქტიკა. ამიტომ გასაგებია ყველაფერი, კიდევ უფრო მძიმე არის ვითარება მაშინ ეხლა, ბოლო თვეებში, როგორც გაირკვა, როგორც ირკვა. რამოდენიმე მიზეზის გამო, ერთი იმიტომ, რომ მე როგორც მეუბნევიან, ამას ახლა დოკუმენტი არ მიჭრავს ხელში, მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა უკვე, რომ წასვლისთვის გამზადებული თბილისის მერიაში რაღაც კატასტროფა ხდებაო. კიდევ ერთხელ დოკუმენტი არ მიჭრავს ხელში, მაგრამ ასე მეუბნევიან. მეორე იმიტომ, რომ ახალი საკრებულოები აირჩა და როგორც ჩანს უცებ გადაწყვიტეს, რომ აი ხა სასტრაფოდ სანამ რაიმე სხვა რეგულაცია ამოქმედებულა თვითმმართველობებთან დაკავშირებით უნდა მიიღონ ეს ახალი გადაწყვეტილებები და ისევ და ისევ გუშინ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა, რომ მაგალითად ქუთაისის საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება პრემიებთან დაკავშირებით. დიდი უნებათაღელვა იყო თბილისის საკრებულოში, თუმცა იქ საბედნიეროდ რესპუბლიკელების ინიციატივა გავიდა ბოლოს ისევ ვამბობ დიდი უნებათაღელობის და წვალების შემდეგ და მიიღეს თბილისის საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება, რომ ისინი პრემიებს არ ჩამოირიგებენ თავისთვის. და როგორც ჩანს, პარლამენტშიც არის მსგავსი განწყობები, არა? მუნიციპალიტეტში და ყველა საკრებულოში. პარლამენტში ეს განწყობები აილაგმა პირველ დღესვე და არა მხოლოდ სიტყვის დონეზე 2012 წლის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა აქტი, რომელთაც აეკრძალათ პარლამენტის წევრების პრემიების აღება. არავინ არ ლაპარაკობს სამწუხაროდ იმაზე, რაც არის რეალობა, ფაქტი, ქაღალდზე დაწერილი დოკუმენტები, არც არავინ დაინტერესებულა ამით სამწუხაროდ, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი რეალურად დაახლოებით 1500 ლარით შემცირდა, შემოსავალი სწორედ და პარლამენტის თავმჯდომარის მაგალითად ისევე როგორც კომიტეტების თავმჯდომარების, ანუ თანამდებობის პირების 2000 ლარზე მეტით შემცირდა ამ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. ამიტომ ნამდვილად არც ერთ სიტყვას კრიტიკის არ მივიღებ ამ მიმართულებით პარლამენტთან დაკავშირებით. ბოდიშის მოხდასაც კი მოვთხოვ ყველას, ვინც პარლამენტთან დაკავშირებით ლაპარაკობს იმ ტონალობაში, როგორშიც გვესმის ხოლმე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, განახევრდა ჩვენი ხელფასები იმასთან შედარებით, რაც წინა ხელისუფლების დროს პარლამენტში შეგიძლიათ მოგცეთ წარმოდგენა, მაინც რა შემოსავალზე ვსაუბრობთ, ანუ აი მაგალითად თქვენ რა შემოსავალი გაქვთ, ანუ ზუსტად გეტყვით, ეხლა გეტყვით, ამ წუთას გეტყვით, უბრალოდ წეანდებას დავასრულებ. მე ამაზე უკვე ხმარო რო იგვიანებს, ამიტომ ვთქვით ხოლმე დავასრულოთ ამაში. კი, სიახლე არ იქნება ამაში. პარლამენტში ვინმე დეპუტატს თუ აქვს რაიმე ინიციატივა ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს არც პოლიტიკური გუნდის განწყობაზე და არც იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც პარლამენტში მიიღება. და არ არის საჭირო რაღაცა ისტერიების და ტრაგედიების შექმნა იქიდან, რომ პარლამენტის დეპუტატებს თავისუფლად აზრის გამოთქმის უფლებას აძლევენ საქართველოს პარლამენტში. ეს მე ესმის, რომ ბევრისთვის სიახლეა და გაუგებარია და აუცილებლად ვინმე რამეს რო იტყვის ითვლება, რომ ეხლა ეს ყველას აზრს ახმოვანებს, მაგრამ ესე არ არის. საქართველოს პარლამენტში დეპუტატები თავისუფალ რეჟიმში საქმიანობენ, საუბრობენ, საკუთარ აზრებს გამოხატავენ, ოღონდ ეს აზრები ხან იქცევა ხოლმე კანონებად და ხან არ იქცევა ხოლმე კანონებად. და ბატონი ზაქარიას განცხადებას მე მას დიდ პატივს ვცემ, მესმის მისი, მას კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მასაც და ბევრ დეპუტატსაც ძალიან ბევრჯერ
ძალიან ბევრი ორიგინალური აზრი უთქვამს, მაგრამ ისინი კანონებად არ იქცევა ხოლმე. ჩვენი რიგით დეპუტატების შემოსავლებს რაც შეეხება, ჩვენი ხელფასი შედგება ორი ნაწილისგან, ეს არის ხელფასი, რასაც სტანდარტულად ვეძახით, ანუ რასაც ყოველთვიურად იღებ ადამიანი, ის 1600 ლარის ფარგლებში არის, დაბეგვის შემდეგ, ანუ რასაც ხელზე ვიყავთ ჩვენ ამას ვამბობ. და ამას გარდა არის მეორე ნაწილი, რომელსაც ქვია სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებისთვის ანაზღაურება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ესეა. სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებისთვის თანხა მიიღებ თუ არ მიიღებ, დამოკიდებულია იმაზე, ასრულებ თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილებას. ძალიან ბევრი დეპუტატი ამ თანხის დიდ ნაწილს ვერ იღებს საქართველოს პარლამენტში, ესეც ახალი პრაქტიკაა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს მანამდე არასოდეს არ ხდებოდა, იმის გამო, რომ ეს ადამიანები არ დადიან სხდომებზე, არ ესწრებიან კომიტეტებს, ვინც იღებს, თქვა ეს ზრდის სადეპუტატო უფლებამოსილებას, რომელიც ეკისრებათ. დაახლოებით ეხლა 24 ჩაგვერიცხა ჩვენ ხელფასი, ეს არის 1600 ლარი, როგორც გითხარით და პლუს კიდევ 1500 რაღაცა, აღარ მახსოვს ახლა ზუსტად რიცხვი, 1500. და მიიჩნევთ, რომ ეს არის სრულიად საკმარისი და დეპუტატის, რომელიც დისციპლინირებული არის და დადის ხდომებზე და აკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ნორმალური ხელფასი 2014 წლის საქართველოში. დიახ, ალბათ ესე ვფიქრობ. არავითარი განცდა არ მაქვს, რომ ის უნდა იყოს განსხვავებული, უბრალოდ დავაზუსტებ, მე რაშიც ვეთანხმები ზაქარიას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ითქვას, არის ის, რომ არ შეიძლება ქვეყანაში დეპუტატზე მაღალი ხელფასი ჰქონდეთ სიპში დასაქმებულ პირებს, ან მაგალითად დეპარტამენტის ხელმძღვანელებს სხვადასხვა სამინისტროებში. და ამას თქვენი კანონპროექტი გაითვალისწინებს, ოდნავ მოგვიანებით გითხავთ დეტალებზე, თქვათ თქვენი ხედვა როგორია ამ პრობლემის მოგვარების და მანამდე მიშას აქვს კითხვა თუ შეიძლება რომ ანუ აი ამ თემაზე მინდა თქვენ ახსენეთ, რომ ბატონი ზაქარიას თქვათ გამოსვლა კანონად ვერ იქცევა, მაგრამ იქცევა თუ არა კანონად მთავრობის პოზიცია და როგორც თქვენ აღიჩინეთ მართველი გუნდის პოზიცია, რომ დროა ამ პრაქტიკას სამართლებრივ დონეზე წერტილი დაესვას და რა ფორმით მოხდება ეს? თქვენ ეთყობა მხოლოდ საკუთარ საინფორმაციო საკითხებზე და დანარჩენს არ უყურებთ. იმიტომ რომ ეს უკვე ფაქტიურად ქცეულია, მე დავარეგისტრირე უკვე საკანონმდებლო ინიციატივა და როგორ მოხდება, ანუ რას მოიცავს ეს დეტალები გვაინტერესებს? რომელიც გაცილებით უფრო ფართო მასშტაბიანია, ვიდრე მთავრობის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მთავრობის გადაწყვეტილება მხოლოდ სამთავრობო აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურას შეეხება. ჩემი საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება ყველა თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს, არჩეულ მერებს, გამგებლებს, როგორც არჩეულ გამგებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე თბილისის რაიონის გამგებლებს, ის შეეხებათ გუბერნატორებს, შეეხება ყველა თანამდებობის პირს, რომელსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, ან აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი საბჭოები, თავად საქართველოს პარლამენტის აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებს. ალბათ, შეეხება თუ არა ეს ეგრეთ წოდებულ სიპებს და სახელმწიფო სიაგრძელია, ანუ მოკლედ ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეხება. ეს მაგრამ კონკრეტულად სიპებს ამ წუთას ვერ შეეხებათ სამწუხაროდ. ამ წუთას სიპებს ვერ შეეხებათ, არათუ არ ეხებათ, არამედ ვერ შეეხებათ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ისინი გასული არიან ამ სისტემიდან. სიპებთან დაკავშირებითაც ვამზადებთ მე კანონპროექტს, მე და თამარ კორწაია და სექტემბერში წარუადგენთ იმას, რომლის მიხედვითაც აქ მხოლოდ პრემიების პრობლემა არ არის სიპებში, სხვა უამრავი პრობლემაა. სიპები შეიქმნა თავის დროზე იმისთვის, რომ ბიუჯეტის გარეთ გაეტანათ მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავლები, ეს იყო ნაცმოძრაობის ინოვაცია, კორუფციული წმინდა წყლის, რომ გაეტანათ ბიუჯეტის გარეთ ძალიან დიდი რაოდენობის ფული და მე ეს ფული ყოფილიყო უკონტროლო და რაშიც უნდათ იმაში გამოიყენებინათ. ეს ვითარება არის რა თქმა უნდა პრინციპულად შესაძლებელი. სიპები მთლიანად უნდა მოექცეს ბიუჯეტში, პირველი, ეს არის პირველი პრინციპი, რომელზეც ჩვენი კანონპროექტი იქნება ორიენტირებული, მთლიანად თავიდან ბოლომდე ბიუჯეტში უნდა, საბიუჯეტო წესრიგში უნდა დაბრუნდნენ და შესაბამისად ეს უკვე შესაძლებლობას მოგცემს, რომ ისინი იმ სახელმწიფო ჩარჩოშიც მოვაქციოთ. რომელიც სახელმწიფო ერთი დაზუსტება მაინტერესებს. შემიძლია გითხრათ, ერთი წუთი დავასრულებ, იგივე შეეხებათ ასევე მარეგულირებელ კომისიებსაც. და რაც შეეხება სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებს და სახელმწიფო შპს-ებს, იმიტომ რომ იქაც საკმაოდ მაღალი ხელფასებია და ხშირ შემთხვევაში არის მათ საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნები, აი იქაც თუ აპირებთ, რომ გარკვეული რაღაც რეგულაციები თუ არა რაღაც მიმართულება მაინტერესებს. ყველა ეხლა ვერ ჩამო, იმიტომ რომ ბევრნაირი ფორმა აქვს ბიუჯეტიდან გასულ ფულს, ესე რომ ვთქვათ.
შავ ფულს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქმნიდა ამ ფორმით. ბევრი ფორმა აქ ახლა ვერ ჩამოვთვლი, ყველა სახელობითად, ყველა შეპესეს და საწარმოს და ასე შემდეგ. ყველა ოპერირებს სახელმწიფო მანდატით, ყველა გიხსნით, გეუბნებით, პასუხობთ. რა ვქნა, სხვა როგორ გიპასუხოთ? ყველა, ვინც ოპერირებს რაიმე ტიპის სახელმწიფო მანდატით, უნდა მოექცეს საბიუჯეტო წესრიგში. დიდი მადლობა და ბოლოს მაგალითი შემიძლია გითხრათ, პარლამენტში იხილება ეხლა ამ წუთებში ხა მთავრობა იხილება, მაგრამ ამ სესიაზე ვგულისხმობ სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული ინიციატივა და ეს ძალიან კარგი მაგალითია. ანუ რა არის? უნდა შეიცვალოს მანქანის სანომრე ნიშნები, გვეუბნება შენასაქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელმაც წარმოადგინა ეს კანონპროექტი, ბატონი იზორია და ის ამბობს, რომ 6 წლის განმავლობაში 35 ლარის გადახდა მოუწევთ ადამიანებს იმისათვის, რომ შეცვალონ სანომრე ნიშნები. მე ვსვავ კითხვას, რატომ? ჯერ ერთი 35 ლარის არ მოუწევთ, სინამდვილეში 70-ის მოუწევთ, იმიტომ რომ სანომრე ნიშნის გამოცვლა მე მგონი ესე ვიცი და თუ იმედი მაქვს რომ არ მეშლება იწვევს ტექპასპორტის შეცვლასაც, რაც კიდე დამატებითი თანხაა. ანუ დაახლოებით მილიონ მანქანაზე ვლაპარაკობთ, ესაც სიპის მიერ ოპერირებულია და გამოდის რომ სახელმწიფო ეხა ზრუნავს იმაზე, რომ შემდეგ 6 წლის განმავლობაში ამ სიპს 70 მილიონით მეტი ლარი შეუვიდეს ბიუჯეტში და რატომ ვინმე ამიხსნას, ამისი ლოგიკა, ბიუჯეტში რომ მიდიოდეს ეს ფული კიდე გავიგებდი, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია, ეხა ეს კონკრეტული თემა მე ამ კანონპროექტს არ უჭერს საერთოდ ხარს, მაგრამ თავისთავად ეს ამბავი იყო რაღაცა ჩვეულებრივი ამბავი და სულ ეს ეხდებოდა ამ ქვეყანაში და წეღან პრემიებზე რაც თქვი, იგივე აქაც შემიძლია გავიმეორო, რომ ხანდახან ამ ინიციატივებში იგრძნობა ხოლმე, რომ როგორც ჩანს იქ დარჩენილი ძველი თანამდებობის პირები, რომლებიც ესე იყვნენ მიჩეული და ესე ოპერირებდნენ, დღესაც იგივე ტიპის კანონპროექტებს წერენ. კეთილი, დიდი მადლობა და ბოლოს სისტემურად უნდა მივხვდეთ. შეიძლება შეგეკითხებით, მესმის რომ კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს, მაგრამ თუ კიდე რადგანაც მიიჩნევთ, რომ აი ძალიან ბევრმა ჩინოსანმა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ფაქტურად მიიტაცა ეს თანხა ხო პრემიების სახით ამ ბიუჯეტიდან. აპირებთ თუ არა რომ დააყენოთ საკითხი, შეიქმნას რაღაც კომისია, რომელიც შეისწავლის და იქნებ უკან დააბრუნებინონ ეს თანხა ამ ადამიანებს. რატომაც არა? ვერ დავაბრუნებინებ თუკან ეხა ეს არა, ეხა იმედი მაქვს რომ ხუმრობთ, იმიტომ რომ ეს ყაჩაღობა იქნება, ეხა ესე არ ხდება, დიდი ბოდიშს ვიხდი, მაგრამ შეიძლება ამის გამო ადამიანი გაუშვას ამ სახელიდან და მე ვფიქრობ უნდა გაუშვათ, აუცილებლად უნდა გაუშვან თანამდებობის პირები, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებდა და არა ისინი, ვინც პრემიებს იღებდნენ, იმიტომ რომ ვინც ხელს აწერდა და ვინც პასუხისმგებელია ამაზე, იმათ პასუხისმგებლობისათვის უნდა დადგეს, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა, რა თქმა უნდა ამ ხალხს ფულს უკან ვერავინ ვერ დააბრუნებს, თუ დააბრუნებინებს, თუ რაღაცა კრიმინალი არ დაუდასტურდათ და სამწუხაროდ დღეს კანონი ისეთი არის, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ და ამ თვალსაზრისით კანონიერების თვალსაზრისით მათ ვერ მოედავები და ვერაფერს ვერ ეთქვი, მაგრამ ერთი დეტალი მინდა თქვა, სანამ დავასრულებთ, ახლა არ ვიცი ჩემს წინ ვინ საუბრობდა, ხმაზე ვერ ვიცანი და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ძალიან ბევრი არასწორი რამ თქვა მან და კი ბატონო, ბევრი არასწორი რამ თქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ეხლა ვერ ჩამოვყვები, როგორც ხვდები უკვე ვასრულებთ, მაგრამ ერთი დეტალი მინდა ვთქვა აუცილებლად, ის რომ მან მოიყვანა ეხლა რიცხვები, მაგალითად სამეგრელო ზემოსვანეთში მზრდადი საპრემიო ფონდის და ამის გამო მე დასკვნა გააკეთა, რომ დინამიკა სახეზეაო, ესე არ არის, ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა, იმიტომ რომ გუშინ ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ეს რიცხვები, ჩემი პოზიცია იცით, მე ყოველ თეთრზე მაქვს პრობლემა, რომელიც ამ ფორმით გაიცა, მაგრამ დინამიკაზე თუ ვლაპარაკობთ, 11 მილიონი ლარით ნაკლებია გაცემული ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2013 წელს პრემია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს. ეს რამე კარგს კი არ ნიშნავს და იმათ კი არ ვედრები. ღმერთმა დაიმფაროს, ისინი კატასტროფა რო იყვნენ გასაგებია, მაგრამ თუ დინამიკა არის კითხვა, ეს დინამიკა ესეთია, 11 მილიონით ნაკლებია პრემია გაცემული, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს და სხვათა შორის ამაში ძალიან დიდი წილი პარლამენტის გამო არის ეს შემცირება. კეთილი, დიდი მადლობა ძალიან. ყოველთვის ესეთი დასკვნა გამოდის თუ კი ფინანსთა მინისტრის მონაცემებს დავაყენოთ. დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ ქართული ჯავშანმანქანა დიდგორი, რომელსაც სააკაშვილი ექსპორტსა და მილიარდიან შემოსავლებს უკავშირებდა, როგორც ჩანს ექსპორტზეც მალე გავა და პირველივე შეკვეთებით $3 მილიარდ მოიტანს. აგრეთვე მათთვის, ვინც წლებია ქართულ ბაზარზე Starbucks-ის ყავის შემოსვლას ამაოდელის მალე კოფი, ვინის კაფეების ქსელს იხილავს ჰოლივუდური ბრენდის Starbucks-ის მთავარი მეტოქია და 30 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. დაგველოდით. განაგრძოთ ბიზნეს კურიერს 2012-ის დასაწყისში, როდესაც ქართული ჯავშანმანქანა დიდგორი მისმა მწარმოებელმა პრეზიდენტს მიუძღვნა. სააკაშვილი აცხადებდა, რომ დიდგორი მსოფლიო ბაზარზე გავიდოდა და ბიუჯეტს მილიარდებს მოუტანდა, რასაც ოპოზიცია სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა დღეს დიდგორი საექსპორტოდ უკვე და მართლაც მზად არის და პირველივე შეკვეთებიდან $3 მილიარდ ელოდებიან.
მოქნილი, სწრაფი, ტექნიკურად სრულყოფილი და თან იაფი. ეს ქართული საბრძოლო ავტომობილი დიდგორია, რომელმაც რამდენიმე საერთაშორისო ტენდერში წარმატებას უკვე მიაღწია და შესაძლოა მალე მისი ექსპორტირება დაიწყოს. პროდუქტი თავიდან ბოლომდე სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა დელტამ შეიმუშავა და ადმინისტრაციის განცხადებით ტექნიკური მახასიათებლებით ის უკვე მოხვდა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ჯავშან ტრანსპორტის გვერდით. დღევანდელი სიტუაციით მინიმუმ 2 ტენდერში პირველი ეტაპი წარმატებით გადავლახეთ, ეს არის ტექნიკური შეფასების ეტაპი, რაც ნიშნავს, რომ დელტას მიერ წარმოებული ჯავშან მანქანები არის ერდონეზე დგას, თუ არ აღემატება ტექნიკური პარამეტრებით საერთაშორისო ცნობილი კომპანიების პროდუქტებს, ისეთებისა, როგორიც არის მაგალითად Renault, Iveco, რუსული წარმოების Tigri და ეს შემდეგ. დელტა სტრატეგია სამხედრო დანიშნულების საექსპორტო პროდუქციის შემუშავება და მისი წარმოებაა. მიზნობრივი ბაზრები ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის ქვეყნებია. ტექნიკურ ინოვაციებთან ერთად, რომელიც დელტას წარმატების ერთ-ერთი გასაღებია, კომპანიას მოქნილი საფასო პოლიტიკაც აქვს. როგორც ახალ ბრენდს მოგების დიდ მარჟაზე პრეტენზია არ აქვს და კონკურენტებთან შედარებით პროდუქტს 15-20%-ით იაფად აფასებს, რაც ბაზარზე დამატებითი უპირატესობაა. 4/4-ზე ჯავშან მანქანის ღირებულება $240,000-დან იწყება. უმთავრესი კონკურენტული უპირატესობა, რაც დელტას როგორც კვლევით სამეცნიერო და საწარმოო ცენტრს გააჩნია საერთაშორისო კლიენტებისთვის, ეს გახლავთ კლიენტზე მორგების შესაძლებლობა. კლიენტზე მორგება და კლიენტის დაკვეთით კონკრეტული პროექტის შექმნა და შემდეგ მასიურ წარმოებაში ამის გადატანა, ეს არის უდიდესი პლუსი და უდიდესი უპირატესობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია. პლატფორმები, რომელიც დღესდღეობით დელტას მიერ ათვისებული არის, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა ტიპის ფუნქცია მივანიჭოთ ამ თუ იმ მანქანას. იქედან გამომდინარე, თუ რა ტიპის საფრთხეებს წააწყდება ესა თუ ის მანქანა სხვადასხვა თეატრებში მოქმედების დროს. ირჩევა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებელი, თანხმდება თვითონ მომხმარებელთან. დელტა ამჟამად 22 ქვეყანაში აწარმოებს მარკეტინგულ აქტივობას და წლის ბოლომდე ამ რიცხვის 53-მდე გაზრდას გეგმავს. კომპანია ამჟამად მუხლუხიან და 6/6 ჯავშან ტრანსპორტს ამუშავებს კლიენტებისთვის დამატებითი შეთავაზებების გასაკეთებლად. დასრულდა მუშაობა კიდევ ერთ ახალ პროდუქტზე, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები კომპანიამ სახელმწიფოს შეკვეთით შექმნა. პირველ ეტაპზე კახეთში 80 ასეთი სასაცხლე წერტილი განთავსდება, რომელიც ერთიან კომუნიკაციის ქსელში ჩაერთვება და მათი დისტანციური მართვა მოხდება. მომავალი წლისთვის შესაძლოა ასეთი დანადგარები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამოჩნდეს. საწარმო ჩვენ გვაძლევს ბევრ მნიშვნელოვან ეროვნული დონის კონკურენტულ უპირატესობას. ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა სამეცნიერო კაპიტალის, რომელიც საქართველოში არის. ძალიან სერიოზული განვითარება საინჟინრო ტექნოლოგიური პოტენციალის, კომპეტენციის დაგროვება გვაძლევს ჩვენ საშუალებას იმისა, რომ შევქმნათ ისეთი რთული სისტემები, როგორიც არის თუნდაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც თავის მხრივ ფაქტიურად ეროვნული პროდუქტი ხდება, იმიტომ რომ რამოდენიმე ქვეყანა უკვე ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს ამ პროდუქტის მიმართ. დელტაში მიმდინარე სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჯერ საიდუმლოა, თუმცა უახლოეს მომავალში აპირებენ ახალი ეროვნული საბრძოლო პროდუქცია საჯაროდ წარმოადგინონ და ეს პროცესი მუდმივად განახლებადი იქნება. ამისთვის დელტაში გრანდიოზული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი. კომპანიის კომერციული გეგმა კი უახლესი 5 წლის განმავლობაში მინიმუმ $3 მილიარდი ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია და საქართველოს ექსპორტის ზრდაში საკუთარი წვლილის შეტანაა. Starbucks-ი ჯერ არა, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი კოფიბინი ქართულ ბაზარზე უკვე ამ დღეებში შემოვა. 5 წლის განმავლობაში 15 კაფეს გახსნის და თითოეულში 50-ზე მეტი დასახელების ყავას შესთავაზებს ქართველ მომხმარებელს.
ყავის მომზადების ტექნიკას კახა ჭიჭინაძე 4 ქართულ გოგონასთან ერთად ცნობილი ამერიკული ბრენდის კოფე ბინის კაფეებში ეუფლება. ქართველი ახალგაზრდები კომპანიამ თეორიული და პრაქტიკული სწავლებისათვის ეგვიპტეში 2 კვირიან ტრენინგებზე მიიწვია. ისინი კოფე ბინის ქსელის მომავალი თანამშრომლები არიან, რომელიც თბილისში მალე გაიხსნება. ბრენდი 1963 წელს ჰოლივუდში დაფუძნდა და დღემდე მსოფლიოს 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ბევრი სასმელის დამზადება ვისწავლეთ, მაგრამ ყველა მაგას გააჩნია ერთი პრინციპი, მთავარია სისწრაფე. მაგალითად, ეს პროცესის დასამზადებლად საჭიროა 22 წამში მოასწრო ყავის წონის შერჩევა, დაფესვა და ჩამოსხმა. Welcome to Coffee Bean. Hello. Hello. ღიმილი და კეთილგანწყობა სტუმრის მიმართ თანამშრომლებისათვის მთავარი მოთხოვნაა, მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ყავის და ჩაის მომზადების წესების ცოდნა. რეცეპტი კი კოფებინში რამდენიმე ათეულია, მათ შორის ექსკლუზიურიც, რომელთა გამხელი შემთხვევაში თანამშრომელს სოლიდური ჯარიმა ემუქრება. რამდენიმე დღეა, რაც ტრეინინგები დაიწყო და იმდენად ბევრი და ახალი, ძალიან გემრიელი სასმელების რეცეპტები ვისწავლეთ და მოგიყვებოდით სიამოვნებით, კონტრაქტი ვარ გქონდეს, რომ აკრძალული მაქვს. სხვა კრიტერიუმებით აფასებენ, ითხოვენ მოსულ მომღიმარ სახეს, სიჩქარეს, სისწრაფეს, ძალიან მაღალ დონეს ითხოვენ მუშაობისას. რაც საქართველოში ძალიან ნაკლებობას განვიცდით ამ ყველაფრის. შავი აჯობა რომელიც ქონდა, მე მგონი იმას. სწავლების კიდევ ერთი ეტაპი ყავის და ჩაის დეგუსტაციაა, სადაც ბარმენებს ხარისხიანი პროდუქციის უხარისხოსაგან გარჩევას ასწავლიან. არომატითაც უკვე ხვდებით რა არის, როგორია კარგი მომზადებული ყავა და როგორია ცუდი მომზადებული ყავა. ასევე განსხვავებები გვასწავლეს არაბიკას და რობუსტას შორის, რა განსხვავებებია, ასევე გვასწავლეს როგორი ხალება. ჩვენ ვასწავლით ქართველ ახალგაზრდებს, როგორ იმუშაონ კოფი ბინის სტილში. ჩემი აზრით, ქართული გუნდი საუკეთესოა და როდესაც სამშობლოში დაბრუნდებიან, ზუსტად ისეთ ყავას შესთავაზებენ მომხმარებელს, როგორიც ჩვენი კაფეების ქსელში იყიდება. საქართველოში ყავის ახალი ბრენდი ეგვიპტელ ბიზნესმენ ომარ შალაფს შემოაქვს, რომელიც ამ ბრენდის ფრანჩაიზს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში ფლობს. ამბობს, რომ ეს ბიზნესი მხოლოდ სასტარტოა და თუ ის წარმატებული იქნება, საქართველოში სხვა სფეროებითაც დაინტერესდება, კერძოდ სასტუმრო ბიზნესით, ტურიზმითა და ავიაციით. საქართველოში 5 ჯერ ვიყავი და ძალიან მომეწონა ეს ქვეყანა. გადავწყვიტე დამეწყო ყავის ბიზნესი, რადგან ვნახე, რომ არც ერთი ცნობილი ყავის ბრენდი არ იყო წარმოდგენილი. ყავის ბიზნესი ყოველთვის ადვილი დასაწყებია და ერთგვარი ტესტია. ის აჩვენებს, თუ როგორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე. კაფეებს ჯერ საქართველოში გავხსნით, შემდეგ კი აზერბაიჯანსა და სომხეთში. ომარ შალაფი ამერიკის ახალგაზრდა მილიონერთა კლუბის პრეზიდენტია. ამბობს, რომ მისი საქმიანობის შედეგს საქართველოში კლუბის წევრი სხვა ბიზნესმენებიც ელოდებიან და წარმატების შემთხვევაში საქართველოთი ისინიც დაინტერესდებიან. საქართველოში ასევე ვგეგმავ 5 ვარსკვლავიანი ბუტიკის ტიპის სასტუმროს მშენებლობას. ამ ეტაპზე ადგილის შერჩევით ვარ დაკავებული. გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ტერიტორიის შესყიდვასთან დაკავშირებით, რასაც მოლაპარაკებებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ვაწარმოებთ. ეგვიპტეში წარმოვადგენ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Four Seasons, Segafredo, American Airlines, კანადის ავიახაზები. დაინტერესებული ვარ ეს ბიზნესები საქართველოშიც დავიწყო. კოფებინის კაფეები აგვისტოს დასაწყისში თბილისი მოლში და კუსტბაზე გაიხსნება. მომავალი 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად 15 ობიექტს გახსნიან, სადაც $2 მილიონი ინვესტიცია ჩაიდება და 100 მეტი ადამიანი დასაქმდება. და დღეს ეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში, ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას. მომავალ შაბათამდე დაგვიშვიდებით. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ ვებგვერდ Facebook-ზე, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე. ეს ჩვენთვის როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის.